მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. ეხლა არის 11 საათი ღამის. მე მთელი დღე ვერაფერი ვერ გადავიღე საერთოდ ვლოგისთვის. საერთოდ ვერაფერი ვერ გადავიღე. 10 წუთის მასალაც კი არა მაქვს გადაღებული. აი ესე მოხდა და ვერ გადავიღე სამწუხაროდ. მაგრამ ჩვენ ხო ყოველდღე ვდებთ ვლოგს. იმის გათვალისწინებით რომ არ გვინდა რომ დღე ჩაგვივარდეს, იმის მიუხედავად რომ შაბათია და შევეძლო რომ შაბათს ან კვირას დამესვენა. არ მინდა რომ ჯერჯერობით დავისვენო შაბათ-კვირას, თუმცა ეს ეტაპიც ალბათ იქნება, ან შაბათ-კვირას დავისვენებ ხოლმე, ან შუა-კვირაში ავირჩევ რომელიმე დღეს, მაგრამ ჯერჯერობით არა, ჯერჯერობით დაიდება ყოველ დღე. დღეს ფიქრობდი ახლა სანამ ლიზას ვაძინებდი, რა გავაკეთო? ანუ ღამის 11 საათზე გადაღება რო დავიწყო, რა გადავიღო, ხო? ორივე ბავშვს ძინავს, უნდა იყოს რაღაც სიჩუმე, ხო? ჭუჭრის დარეცხვა და დალაგება, განა რამდენჯერ, ხო? ბუნებრივია, ყველა ვლოგერი თემებზე ფიქრობს, რითი შეიძლება დააინტერესოს თავისი მაყურებელი, ხო და მეც ძალიან მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ თქვენც და განსაკუთრებით იმათ უფრო გაინტერესებთ, ვინც ახალი გამომწერი ხართ ჩემი და მაშინ 2 წლის წინ არიყავით იმ დროს ჩემი გამომწერი, ხო და მოდი ერთად ვნახოთ 2 წლის უკანდელი დადებული ერთ-ერთი პირველი ვლოგი ლიკუნასი და გავაკეთოთ რეაქცია საკუთარ ვლოგზე. მე თვითონაც მაინტერესებს, ასე რომ let's go. და შუქს დავუწიოთ, რომ კარგად გამოჩნდეს. ავსკროლოთ. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პირველი. აქ სხვაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის ვიდეო მე წავშალე. სათაური არის ესეთი. ცოდეთ. ებრაელების სახლი დავალაგე. 2 წლის უკანდელი ვიდეო, რომელსაც აქვს 9000 ნახვა. 17 წუთიანი. დავიწყოთ. ესე იგი, სანამ ვიდეოს ყურებას დავიწყებთ, მე აქ პატარა ეკრანზე ჩანვა, როგორც ხედავთ, სამწუხაროდ შტატივი არა მაქვს, რომ დავამაგრო ისე კარგად, რომ აი მეც ესე კარგად გამოვჩდე, ესე და კადრიც აქ ცოტა შორი იყოს. აი ესე, მაშინ რაღაცა, მოკლედ, შტატივი როცა გვექნება, უფრო უკეთესი იქნება, თუმცა პირველი ჯერისთვის მე მგონი მთავარ აზრს გავიგებთ. მეც ჩანვარ, ჩემი რეაქციაც იქნება და ჩემი ვლოგიც ჩანს აგერ, ახლა გავადიდებთ ამას. მოკლედ დავიწყოთ, ნახოთ. წარმებით, სულ რაღაცა გუშინ დავდე ვიდეო. ამის 3 ახალი ვიდეო, სახელწოდებით რა გინდა სატანისტურ ამერიკაში. სახეზე ისეთივე ვარ, ხო? და ასე უცებ არ ვაპირებდი მეოთხე ვიდეოს დადებას. მაგრამ ეს არის ის სახლი, ის საერთო საცხოვრებელი, სადაც ვინც არ იცით, ადრე მე ვცხოვრობდი საერთო საცხოვრებელში. ეს არის მისაღები იმ საერთო საცხოვრებელის, მაგრამ ჩემი ოთახი იყო სულ რაღაც 9-10 კვადრატი. ეს არის ის პერიოდი, როცა იქ ვცხოვრობდი. ერთმა გამომწერმა, ან უბრალოდ მაყურებელმა დამიკომენტარა, ისეთი გადაწყვეტით თითქოს, რომ არ შემეძლო ამ ადამიანისთვის პასუხი, რომ არ გამეცა. ბინა გაყიდეს და მაგ ფულით წახვედითო, ხო? კითხვაც არ იყო. იცის რომ ესეა, უბრალოდ ჩემთან ყოველ შემთხვევაში თმები როგორი მოკლე მაქვს. ყოველთვის არუსტებ. ლიკას ესეთი პასუხები. აბა რა ვუპასუხეთ? ეტყვით როგორ ჩამოვედი. პირველ რიგში გიტყვით იმას, რომ ბინა არ გამიყიდია საბედნიეროდ. ბინა დაგეტილია და სამომავლოდ გეგმაში მაქვს, რომ ბაქირავდეს ეს ბინა თბილისში, ომში. არ გამიყიდია ბინა. ბინა არსებობს ისე. უბრალოდ დავკეტე, უბრალოდ მინდა რომ აქ დავწუნდე, რომ სამსახური დავიწყე მეც, ჩემმა მეუღლემაც. მყარად დავდექით ფეხზე. ჯერჯერობით არ არის მისაჭროება მანდ მაინც რომ ის ბინა გაქირავდეს. მაგრამ სამომავლოდ ეს გეგმა არის, რომ შეიძლება გაქირავდეს კიდეც დაკეტოს გაქირავდეს.
დღესაც არ გამიქირავებია ხალხო იზბინა და იზბინა არც ერთი წამით არ ყოფილა გაქირავებული, რაც აკავარ. მიჩვენია მე პირადად. თან მიჩვენაიდან და რადგანაც ამ ბინაში რაც მაქვს თბილისში ცხოვრების გაგრძელებას არ ვაპირებ არა იმიტომ რომ ცუდია ან რაღაცა უბრალოდ უკეთესი ამბიცია მაქვს და ვისწავლობით ჩემი შრომით და ჩემი მონღოლის შრომით უფრო მეტად გავფართოვდებით და ბევრად უკეთეს სახლს შევიძენთ საკუთარი ხარჯებით და არა ის რომ ვიღაცა გვიყიდის. ეხ ჩემულიკა, შენ რა იცოდი რა გელოდებოდა და რა სირთულეები გელოდებოდა თორე რა ის ბინის ყიდვა და რა ის ჩვენი ხარჯები? მერე? ხო, ეს საკითხი მოვაგვარეთ. მოვაგვარეთ. ბინა, ჩვენ ჩამოვით ნასესხები ფულით. დაგვეხმარა ჩემი მონღოლის ნათესავი, ახლონათესავი. და ჩამოვედით ამ ფულით ამერიკაში, რომელიც გვასესხეს და ეს ფული, ეს თანხა არის უკან დასაბრუნებელი. ასე რომ არაფერი არ გამიყიდია საერთოდ. სახლი ისევ ისე არის, როგორც ისევ ისე დგას, ისევ იმ საძირკველზე დგას, ისევ იმ სართულზეა, ისევ ისე გამოიყურება და ასე შემდეგ. კი, მაგი კი. ვიდეოს უყურეთ, მაგრამ ნათქვამი მაქვს, რომ ნასესხები ფულით ვარ ჩამოსული. ფული ნასესხები მაქვს. არსად არ მოვხსნათ. ჯამი ჭურჭელია. ძაღლს ჯაჭვით აბამენ. სახლი გავყიდე და იმ ფულით ჩამოვედით. ღვთისწყალობით არ დამჭირდა სახლის გაკეთება, სახლი არსებობს ისა. უბრალოდ ერთ რამეს გთხოვთ ყველას, რომ ჩემ ვიდეოს თუ უსმენთ და უყურებთ, რომ ჩართავთ, მიყევით და ბოლომდე მოусმინეთ. ამას ეხლაც გთხოვთ, როცა ჩართავთ, მიყევით და ბოლომდე უსმინეთ. ვიდეოში ნათქვამი მაქვს რაღაცები ხოლმე წინა არხზეც ესე იყო. ახსნილი მაქვს, მაგრამ რო არ აქვს მოსმენილი ბოლომდე, გაცემულ პასუხს რო უკვე გაცემული მაქვს, კითხვის დასმის გარეშე მაქვს ეს ახსნილი, მაინც მეკითხები ამ ხოლმე. მეტიჩრები, ლიკუ. ამიტომ თუ მოხსოვთ ეს აქ და თუ მოხსოვთ მე, თუ შეიძლება და პატივი დამდეთ, დავითმეთ ის 10 წუთიანი იქნება 10 წუთიანი, ბოლომდე უყურეთ, რომ თქვენთვისაც საინტერესოა, მე მგონი, ხო? ერთ და იგივე კითხვებზე და ერთ და იგივე რაღაცეები ყველა ვიდეოში არ ვიმეორო, თორე არ მეზარება ჯანდაბას. მოკლედ მე სხვათა შორის მიხდება რა სიტყვით. მაგრამ ჯერ არ შევიჭრე. გეგმაში მაქვს, მაგრამ ჯერ არა. ვიმეორებ, მაგრამ მოსალიზრებელია ყველა ვიდეოში ერთ და იგივე თემაზე საუბარი. კი, მაგი კი. როგორ არ მეყვარს ეს სახლი. აი ეს. ამ ვიდეოში ვარ მომაზე. ეგ პერიოდი არ მეყვარს. კი, უსამშობლოდ გაიზრდება ჩემი შვილი და მეც უსამშობლოდ გავაგრძელებ ცხოვრებას რამოდენიმე წელი, მაგრამ მშობელზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. რამდენად მოუყვები, რამდენად გაახსენებ, რამდენად დაელაპარაკები, რას დაამახსოვრებ. ეს არის ძალიან აუცილებელი. აქ მე ვიცი მშობლები, ჩამოსულები ჩემზე ძალიან ბევრად ადრე, რომლებიც საკუთარ შვილებს ქართულადაც არ ელაპარაკებენ. კი. რაშეგო ეს ვერავული ჩემლამაზო ნამდვილად რომ არის ეგეთი შემთხვევები მაღაზიებში ბევრ შემხვედრია რომ აი ქართველი მშობელი მიშვილს ინგლისურად ესაუბრება და ვისთვის როგორ მაგრამ მე მაგას არასდროს არ გავაკეთებ შეიძლება რაღაცა სიტყვები ვუთხრა ქართულადაც და ინგლისურადაც მithქვამს ესეთი რაღაცეები რომ უფრო ადვილად მიხვდეს მაგრამ ყოველთვის თან ქართულად ვეუბნები თან ინგლისურად რაც შეეხება იმ მანდ რომ ქართველობა და სამშობლო უსამშობლობა და ასე შემდეგ ლილემ ქართულად წერაც იცის უკვე და კითხვაც ჩვენ ანბანის ყველა ასო დავასრულეთ ასე რომ თავისუფლად კითხულობს დიდი შრომის წყალობით მაინც მოვახერხე და ქართული კითხვა გამართულად ვასწავლე და წერა აი შემდეგ ქართველი ოჯახია მაგრამ ქართულად არ ელაპარაკებიან არამც თუ რაიმე ცოტა რომ არ გაგვეწყილოს ცოტას გადავახავ ხოლმე ზოგადად ჩემზე და ჩემს მეუღლეზე ძალიან ბევრია დამოკიდებული ჩემ შვილში რამდენად იდება საქართველო არ ხარ შენ დასაკარგი გოგო მივიწყებას არ მიეცეს და პირველ რიგში ისეთ ასაკში
რასერჩი? ცუცი ძახის რავეს? მერე. დავიწყდება, შეიძლება გაიგოს რას ეუბნებიან, მაგრამ ვერ უპასუხოს, იმიტომ რომ 3 წლის არის და რამდენი წელი ვიქნები მე კაცმა არის ასე რომ ჩემზეა და ჩემ მეუღლის დამოკიდებული რამდენად შეუნარჩუნებ ბავშვს საქართველოს. ხო, ასე რომ გეხვეწებით, სანამ რაღაცას დამიწერთ. მე როგორ არ მიყვარს ეგ კუხნა. ზოგადად. როგორ არ მიყვარდა. ყველა არის უჭკვიანესი, უსაყვარლესი, უგანათლებულესი, ულამაზესი და ასე შემდეგ. აი ეს რაღაცა. ხო და არ მისმის ზოგი ადამიანის, მაგრამ ვალდებული ვარ მოგისმინოთ და ზოგჯერ პასუხებიც გაგცეთ ხოლმე. ამ ვიდეოს, ამ ვლოგს დღეს არ დავამთავრებ, სავარაუდოდ ახლა საქმე მაქვს პატარა და ხვალ დილით გავაგრძელებ ჩაწერას და დანარჩენ კომენტარებსაც თუ ვინმეს ამ პასუხი ჭირდება, იმათაც გავცემ პასუხს, ასე რომ დღევანდელი დღე ასე და სრულდეს და ხვალ დილით გავაგრძელებ. მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს არის 28 ივლისი. სუოფლიანი ვარ. თქვა ხოლმე რიცხვია, რომ თქვენ რაღაცნაირად წამოსახოში გქონდეთ ბოლო ვიდეოდან, როდის დავიწყე დადება მეორეში გადაღება. ეხლა მივიდივართ განლაგებაზე. ჯერ არ მისულო. იქ რამდენად შემეძლება, მაგრამ ფრაგმენტი მაინც რო გადავიღო სახლში, რა მდგომარეობაშია ხოლმე. საშინელი. ახლა სახლში მივიდივარ, ჩემთვის ნაცნობი სახლი არის. ებრაელების სახლები ანუ არეული აღარ ქვია მაგას რომ მივდიოდი ხოლმე. ეგ არ იყო არეული, ეგ იყო არეული არის. აი მე კატასტროფა ხდებოდა ხალხო, კატასტროფა, სადაც ფეხს იპარსავდნენ, სადაც პირს იბანდნენ თმას ივარცხე, ანუ ბრიტოვა ძირს ეგდო, საცოლები იცოცხლე, ჩულქები, ცხვრის მოწვენდილი სალფეტკები, იატაკზე ლოგინში, ანუ ენით ვერ აღვწერ მართლა და მიხდიდნენ და უხდიდნენ მაშინ. ეხლა არ ვიცი რამდენი ღირს, მაგრამ მაშინ საათი იყო $15. აი ესეთი საღორი რო დაგილაგებინა. ასე რომ არ ვიცი რა მდგომარეობა იქნება და თუ შევძლებ რომ პატარა ფრაგმენტები გადავიღო, ძალიან გამეხარდება. არ ვიცი რამდენი საათიანი იქნება და ვნახოთ რა გამოვა. ეხლა არის 9 საათი თითქმის. 9-ზე უნდა ვიყო მისამართზე. ასე რომ წავედით. საშინლად, ჯერ დილა და უკვე იწვის ყველაფერი. და მეორე ის, რომ ებრაელების ოჯახში მივდივართ. თუ დავალაგოთ. რამდენიმე ჯერ ვარ რუსებთან დამყოფი. ხო და დღეს მივდივართ ებრაელებთან. ვეცდები რომ გადავიყო რაღაცები. აი ერთ-ერთი. როგორ მძულს ეგ პერიოდი. ხმას ჩავუწევ, იმიტომ რომ კოპირაითი არ მომივიდეს, მუსიკა მიდევს ამ კადრებზე. გაუთიშოთ ხმა. აი ესეთი. ნახეთ უბრალოდ, ნუ ჭურჭელს ვინ ჩივის, ეხა თუ ვაჩვენებ ეხა კიდე. იატაკს უყურეთ უბრალოდ. საშინელებები ხდებოდა მართლა, აი. ხა დანარჩენს, აი თუ ნახეთ. ნახეთ უბრალოდ და სუნი იდგა ხოლმე, აი კატასტროფა. ეს არის კიდე ლაითი მდგომარეობა, არ ვიცი კიდე რას ვანახებ, მაგრამ აი ესე როგორც ხედავთ, აი ესე ხდებოდა ყველაფერი. მოვედით სახლში, უკვე კაი ხანია. გამოვიძინე, იმიტომ რომ ძალიან ცხელოდა, ძალიან ცხელოდა, ეხლა ძალიან ცხელა. საშინლად ცხელა. ლამის არის ვიტვიროთ ყველა. ეს იყო ჩემი ოთახი, ახლა სადღაც ვლაპარაკობ. ჩამეცინა და ეხლა გამეღვიძა. დარჩენილი კითხვებთან დაკავშირებით, რო გადავავლეთ თვალი, არაფერი არ ყოფილა ისეთი. პასუხისგანსაცემი კითხვები არც არაფერი არ გამრჩენია. ბოლოს დაიწერა რამოდენიმე, მაგრამ ვინდოუს დეგენერატია ზოგი, რომ იმას პასუხს არ დაუბრუნე. ხო და ეხლა მინდა ეს
ბლოგი ამით დავასრულო. როგორი რუჯი მაქვს. შემდეგ ბლოგს იმედია მალე დავიწყებ. კიდე ერთხელ რომ გითხრათ, ებრაელების სახში ვიყავი, გამომივიდა სადღაც 4 საათი მუშაობა. და რაც შეძელი გადავიღე აღმოსავლეთ ვანის ნიჟარა გადავიღე მომასწარი მოახერხე და სამზარეულოს მდგომარეობა $60 შესასვლელი ფოიეები და მისაღები ვერ გადავიღე იმიტომ რომ ჩემს შემოთხრიალებდნენ და ეხლა ამიტოდა რომ პრობლემა შემდგნოდა ასე რომ მე მგონი ეგეც საკმარისია რაც ჩავსვი კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კეთილისურვილებისთვის და მეტი მაქვს რომ მალე დავიწყებ შემდეგ ბლოგს. კოცნით მიხარხართ და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გეჩვენებისთვის. ეს შეგვიძლია კიდე ერთი პატარა ვიდეო ვნახოთ და ამით დავასრულოთ დღეს. ეხლა სანამ დაჭდება უნდა მოვასწროთ კიდე. ამიტომ უნდა მოვასწროთ ამ პატარა ვიდეოა ეს 4 წუთიანი. აქ ვიღაცას ძალიან გავუბრაზდი ქალბატონო ირინე. ამის შინ არსი მახსოვს რაზეც გავუბრაზდი, მაგრამ დეტალებში აღარ მახსოვს, ამიტომ ნახოთ როგორია გაბრაზებული და ცინიკური ლიკუნა. ეხლა გამოვარდება კომენტარი. მოკლედ, ვისაც უნდა აი ამ კომენტარის წაკითხვა, რაც იმ ადამიანმა დამეწერა, შეგიძლიათ გადახვიდეთ ეს ვიდეო, ნახოთ, განახებთ რომელია ვიდეოს ბოლოში და წაიკითხეთ, ეხლა მაგის დრო არა, მაგრამ გამეთიშება ტელეფონი. ძვირფასი ქალბატონის სურათი. ეს ქალბატონი. დაასტოპეთ, წაიკითხეთ და მე სახე ნახე, სახე. კაჯი ხარ. ტვინში გიჭერსო. ეკრანო კი არა ურიაო, შენ მაშინა ურიაო. თუ საქართველოს მოგწონდა წადი მე ისევი იქ ვაქრას მოდიოდიო. ქალბატონო, მოიხედე და ბაკეთ. ძვირფასო. ზან ხარ გაბრაზებული, ნეტავი, ვინ გაგაბრაზა ესე? ადე. ვინ გაგაბრაზა ესე, პატარა? არასდროს არ ვარ აგრესიული. სოხე, როგორ უბრაზდება? ვიღაცას რაღაცა შეხვდა. ბიჭო, ამე არ შეგეშალო და რაღაც ვიდეოები არ ჩამაწერინოთ. ოკეი? Facebook-ი და გვერდი არსებობს. ესე საჯარო თუ არ გამოფშტორიკინდე. სიტყვა გამოფშტორიკინდეთ, ოკეი? Next. პირადში მომწერეთ ხოლმე თქვენ პრობლემები გაქვთ ჩემთან. და რო არ შეგარცხვინოთ ხოლმე მერე მეორე კაჯი ხარ, უთხარი შენს ოჯახის წევრებს. სულიად უცხო ადამიანს რო ესე ეტელკინები მაგის უფლება შენ არ აქვს. კაჯი შენ ოჯახში, შენ სამეგობროში, შენ საახლობლოში მოიკითხე. უცხო ადამიანს ესე შეურაცხყოფას შემდეგში მომიაყენე, ხო? ჩემამდეც ლაგდებოდა, ჩემ დროსაც ლაგდება, ჩემს მერეც დალაგდება. რა მერე? სხვანაირი პასუხისმგებსი ხარ. ვაფშე სხვანაირი პასუხისმგებსი ხარ. უბრალოდ ბებია ჩემის ქალბატონი ბრძანდებით, აი. ჩემი საყვარელი ბებიის წლოვანება გაქვთ დაახლოებით სურათები რომ ნახე და არ ვიკადრებ ეხლა რომ სათანადო პასუხი დაგებოდნოთ. შემზარავი ხარ. ზახილის და სენტილების დასმა მეცნიერად ვიცი. საუბრის დროსაც ძალიან შევიკავე თავი აშკარად, თორე უარესებსაც ბრაზდები ხომ. პირადში რაც მიწერე, აი აქ ვერ მოგთმინე უბრალოდ და აი ამ ქალბატონს ირინეს პირადში მიწერე მისგან განსხვავებით, თორე კომენტარებშიც უპასუხებთ. ეხლა ველოდები, როდის გამობრძანდები პირადში, ჩემი გვერდიდან დაგბლოკე. ეხლა შენაირი წურბელები მე არ მჭირდება არც Facebook-ზე და არც აქ. ეხლა ველოდები სხვა Facebook-ით როდის დავიმატებ და როდის მომწერ. მე სხვანაირად ვისაუბროთ, ქაჯო მართლა შენ. შემართლა ქაჯო აი მაგ კომენტარისთვის. შენ ვინ მოგწე იმის უფლება, რომ შენ ჩემზე, ან ზოგადად უცხო ადამიანზე ეგრე ისაუბრო. შემართლა ქაჯოთან ამხელა ქალი ხარ. მეტი შეგნება და გამოცდილება არა გაქვს, რომ ვის როგორ რაღაცა უაზრობა ილაპარაკოს გინდა იმაზე YouTube-ზე გინდა თავის პირად გვერდზე გინდა პირისპირ
შენ როცა არ იცნობ ადამიანს, შენ ვინ მოგცა? არა, ვერ ვედავები ხო ამ გოგონას. ნამდვილად სწორი ხარ. ენა დაამოკლე ცოტა დაამოკლე გამოგადგება. ქაჯები და შეურაცხყოფები შენს ახლობლებს მიაყენე, ვისაც იცნობ. მტრისას. და უცხო ადამიანებთან ესეთ რაღაც არ გაგივათ, ალბატონო ირინე. წარმატებები ცოტა ნერვი დაიწყო. ჩაო. დამშვიდდი. რელაქს. ესე მეგობრებო. ესე ჩემო მეგობრებო, თუ მოგეწონათ მსგავსი ედიტი, მსგავსი რეაქცია საკუთარ ვიდეოზე, დამიკომენტარეთ და შიგადაში გაუცილებლად ბევრია ეგეთი 2 წლის უკანდელი ძველი ვიდეოები და შიგადაში გაუცილებლად და ნახავთ თქვენთან ერთად 2 წლის უკანდელ ჩემს ცხოვრებას გადავავლებ თვალს და 2 წლის უკანდელ იკონას. ახლა დაგემშვიდობებით, იმედია ტელეფონი არ გამოითიშება გადაღების პროცესში, მე კიდე შემდეგ ვიდეოში დაგიბრუნდებით, გამოიწერეთ ჩემი Instagram არხი და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ YouTube და გამოიყენეთ დონაციის ღილაკი, ვისთანაც ჩანს თუ ამის სურვილი გექნებათ. დროებით და შემდეგ შეხვედრამდე. გალბატონო ირინე.